გამარჯობა, დღეს სულ სხვა თემებზე საუბარს ვაპირებდი, კერძოდ პოლიტპატიმრებზე, ექიმ პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილზე, სოციალურ და დემოგრაფიულ პრობლემებზე, მაგრამ გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ინტერვიუ Independence Avenue Mediam, დიდი მადლობა ამ გამოცემას, გამოქვეყნა ინტერვიუ Heritage Foundation-ის პრეზიდენტის უფროს მრჩეველ ჯეიმს კარაფანოსთან, რომელმაც ცოტა ხნის წინაც დაიმსახურა ჩვენი ყურადღება ირაკლი კობახიძეზე გაკეთებული განცხადებებით. სამუშაოდ ამ ინტერვიუზე გადავალ, მანამდე მცირე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს Heritage Foundation და თავად ჯეი კარაფანო. Heritage Foundation არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი კონსერვატორული ამერიკული ორგანიზაცია, რომლის აზრებსაც და ანგარიშებსაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ და განსაკუთრებით ტრამპის პირველ და მეორე ადმინისტრაციაში. ანუ ეს ორგანიზაცია მაგალითად მონაწილეობდა ეგრეთ წოდებულ პროექტ 2025-ის შემუშავებაშიც, რომელიც რაღაც სახელმწიფოს წარმოადგენს ტრამპის ადმინისტრაციის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. თავად კარაფანოს რაც შეეხება, მართალია ის არ არის არც ტრამპის, არც რუბიოს მრჩეველი, რამე თანამდებობა არ უჭირავს, მაგრამ არის თავად ორგანიზაციის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, არის საკმაოდ ავტორიტეტული და გავლენიანი ადამიანი ვაშინგტონში და მის ნაწერებს კითხულობენ კაპიტოლიუმის ბორცვზე და მას უსმენ, რომ შევაჯამოთ ტრამპის ადმინისტრაციის ეკოსისტემის ნაწილია კარაფანო. შესაბამისად ის, რასაც ამბობს კარაფანო, მეტნაკლებად შეგვიძლია აღვიქვათ რუბიოს და ტრამპის პოზიციადაც. ეხლა კი გადავალ იმაზე, თუ რას ამბობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. კარაფანო ამბობს შემდეგს. ჩემი გულწრფელი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს ერთგვარი ციხიდან უფასოდ გამოსვლის ბარათი ჰქონდეს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და თან ის აკეთოს, რასაც მოისურვებს. მაგრამ ეს არ იმუშავებს ურთიერთობის წინ წასაწევად ორივე მხარეს ხელშესახების შედეგების დადება მოუწევს. კარაფანო ასევე ამბობს, რომ ტრამპ თაუერს ააშენებ თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ რაღაც სხვა შედეგებიც არ დაიდო. შესაბამისად, თუ გახსოვთ ეს აჟიოტაჟი, რაც მოყვა ცოტა ხნის წინ ტრამპ თაუერის მშენებლობას თბილისში, სავარაუდო მშენებლობას და ერიკ ტრამპთან გადაღებულ ფოტოებს, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი საკმარისი მაინც არ იქნება. მეორე, კითხვაზე აპირებს თუ არა შეერთებული შტატები უგულებელყოს პოლიტიკური რეპრესიები და დისიდენტების შევიწროება, კარაფანო ამბობს, რომ პასუხი არის არა, იმიტომ კი არა, რომ დემოკრატიის საინტერესო რამეს ამბობს, იმიტომ კი არა, რომ დემოკრატიის მომხრეები ვართ, ან იმიტომ რომ ხელისუფლება არ მოგწონს, არამედ იმიტომ რომ საქართველოს ვერასდროს იქნება კარგი პარტნიორი, თუ მისი მომავლის შექმნაში ქართველი ხალხი არ იქნება ჩართული. და ეს ძალიან საინტერესო რამე, რაც ამბობს როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციასაც ერთდროულად ეხება, შეერთებული შტატები არ დადგება არც ხელისუფლების მხარეს და არც მის წინააღმდეგ. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს პრაქტიკული არჩევანიც კი არ არის, რადგან პოლიტიკური ოპოზიცია იმდენად ფრაგმენტირებული და არარეალისტურია, რომ რეალურად შესათავაზებელი ალტერნატივაც კი არ აქვთ. და კარაფანო ასევე ამბობს, რომ ბურთი საქართველოს მოედანზეა, შეერთებული შტატები ხვეწნას არ დაუწყობს საქართველოს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ბაქი-ბუქი სურს კეთილი, მაგრამ შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას უკან არ გაეკიდება, ჩვენ სხვა ალტერნატივებიც გვაქვს და მთელ ცხოვრებას ქართველების დევნაში ვერ დავხარჯავთო. პოლიტიკურ ოპოზიციაზე კარაფანო ამბობს, რომ არსებობს გარკვეული არარეალისტური მოლოდინები, რადგან რა მოლოდინი გაქვთ, რას გააკეთებს შეერთებული შტატები, არ მოვალთ და თქვენს ქვეყანას არ გამოვასწორებთ, უბრალოდ ამას არ გავაკეთებთ, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის. და ასე ამბობს, რომ არც დისიდენტებს დავაფინანსებთ იმისთვის, რომ უამრავი კონფერენცია გამართონ აქეთ-იქით ირბიდონ და რეალურად ვერაფერს მიაღწიან. ამიტომ ინტერვიუს ბოლოში კარაფანო ამბობს, რომ ალბათ არც ერთი მხარე არ იქნება კმაყოფილი იმით, თუ როგორ გადაწყვეტ შეერთებული შტატები საქართველოს თემებზე ჩართულობას და ამერიკა ჩაერთვება ისეთი ფორმით, რომელიც ერთდროულად პრაგმატულიც იქნება და კონსტრუქციულით. შეიძლება ეს არ იყოს იდეალური, მაგრამ არავინ არა იდეალური და ჩვენც არ ვართ იდეალურებიო. კარაფანოს სიტყვა ჩვენზე მოახდინა შეფასება, იმიტომ რომ ეს ადამიანი არაფერს ისეც არ ამბობს, რაც აი რაღაც საქმიანი საუბრისგან შორს იქნებოდა. არ ზედმეტ ოპტიმიზმს თესავს, არც ზედმეტ
პესიმიზმს და კარგად ჭდება ყველაფერი იმაში, იმ პერიპეტიებში პოლიტიკის, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც ქართული ოცნების ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ხდება და ასევე კარგად ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკასაც, რომელიც თავდაპირველად განაცხადა, რომ მათ პრიორიტეტი შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც დემოკრატია და ადამიანის უფლებები, თუმცა ბუნებრივია ამის ყოფასაც არავინ არ აპირებს. და წლების მანძილზე კარაფანო არის მგონი ერთადერთი უცხოელი, რომელსაც გითხრა, რომ შეერთებულ შტატებს აქვთ სხვა ალტერნატივაც, სხვა არჩევანიც და რომ ჩვენ არავინ გამოგვეკიდება. ამერიკელებს ჩვენი ჯორჯიაც გვაქვსო, ამასაც ამბობს ინტერვიუში კარაფანო და მადლობა მას გულწრფელობისათვის პირველ რიგში ერთი შემოძახება ალბათ მაინც გჭირდება ამ მიმართულებითაც და ეს სიტყვები და რიტორიკა მაღალი ალბათობით ეხება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, რომლის შესახებაც ბევრი გვსმენია და რომლის მნიშვნელობაც მაინც ალბათ გადამეტებული იყო ჩვენს წარმოდგენებში ზედმეტად დიდი ნიშნულობა მივანიჭეთ ჩვენს სატრანზიტო პოტენციალს და განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ტრამპის დერეფნის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს სომხეთსა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელ კორიდორს, რომელიც შემდგომში უკვე უკავშირდება თურქეთს და თურქეთის ხმელთაშუა ზღვისპირა პორტებს. რომ გადავხედოთ მშრალ ფაქტებს და სტატისტიკას კი, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას აქვს მთელი რიგი გამოწვევები, მათ შორის საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ერთიანი ოპერატორის არარსეობა ამ ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის კორიდორში, გეოგრაფიული და პოლიტიკური შეზღუდვები. ხოლო ეგრეთ წოდებული ტრამპის დერეფნის ამოქმედების შემდეგ კი ჩვენი სატრანზიტო როლი სხვადასხვა შეფასებით ან საშუალოდ შემცირდება, ან ძალიან ბუნებრივია დარჩება შავი ზღვის პორტები და გასვლელი ევროკავშირის ქვეყნებზე, კერძოდ ბულგარეთსა და რუმინეთზე, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებთან და კერძოდ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობით თუ იმ შეიძლება ეგეც დიდი ვერაფერი ნუგეში იყოს და უფრო მკაფიო წარმოდგენა რომ გქონდეს სატრანზიტო მოცულობებზე ევროპის უდიდესი პორტების ტვირთბრუნვას რო შევადაროთ ფოთის პორტი ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით იანვარ-აპრილის განმავლობაში კონტეინერების რაოდენობა, რომელიც ქართულმა პორტებმა მიიღეს და გააგზავნეს, შეადგენდა 258,593 კონტეინერს და თუნდაც მილიონ კონტეინერამდეც რო ავიყვანოთ ეს პირობითად და შევადაროთ როტერდამის და ანტვერპენის პორტებს, იქ გვაქვს 14 მილიონი და 13 მილიონი შესაბამისად და სულაც რომ საქართველოს ტვირთბრუნვა სატრანზიტო პოტენციალი, ესე ვთქვათ, 60-80 მილიონ ტონაზეც რომ ავიდეს, ეს პირობითად ვერ შეედრება სუეცის არხს. ბუნებრივია, არ მინდა ჩვენ ქვეყანა რეგიონში მათ ჩანჩალად იქცეს, მაგრამ არასწორია ქართულ ოცნებას გადამეტებული წარმოდგენები ჰქონდეს როგორც საკუთარ შესაძლებლობებზე, ასევე ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალსა და როლზე. განსაკუთრებით ტრამპის დერეფნის პერსპექტივის გათვალისწინებით, რომელიც თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ არა წმინდა ეკონომიკური პროექტი, შეიძლება გაცილებით მოკლე დროში განხორციელდეს, ვიდრე მოსალოდნელია. საბოლოო ჯამში კარაფანოს ახალი და უცნაური არაფერი არ უთქვამს და კარაფანოს ინტერვიუთი ძალიან კარგად იხსნება მთელი ეს სახეცვლილებები რიტორიკის ზოგჯერ ლაგდებიან, ზოგჯერ ვერ ლაგდებიან ტრამპის ადმინისტრაციასთან და იკვეთება ის კონტურებიც, რომელიც აქვს ტრამპის ადმინისტრაციას და ის მოთხოვნები, რომელიც მათ აქვთ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც და სავარაუდოდ მაქსიმალისტური მოთხოვნები ნებისმიერი მხრიდან ამერიკის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი იქნება რაღაც შუალედური გამოსავლის პოვნას ცდილობს როგორც ჩანს როგორც სახელმწიფო მდივანი რუბიო, ასევე მის მიერ აქ წარმოგზავნილი პირები, ნუ ბუნებრივია ჩვენ არ ვიცით როგორ დასრულდება 2024 წლიდან მოყოლებული არსებული პოლიტიკური კრიზისი, მაგრამ ის მაინც ვიცით თუ რას ფიქრობს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საქართველოში არსებულ სიტუაციას. კრიზისს რაც შეეხება, შეუძლებელია ისაუბრო მარტო ხელისუფლებაზე, აუცილებლად უნდა გამოვხმაურო იმას, რაც
ოპოზიციაში ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩემთვის გავგებარია საერთოდ რას ემსახურებოდა ალიანსის შექმნა, თუ ისევ რაღაც წვიმა კინკლაობაში და ერთმანეთის დაჭმაში უნდა გავიდეს დრო. დიდი ხანია ჩემთვის და ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აღარაა საინტერესო ვინ ვის როდის რა დაუშავა, თუ არსებობს რაღაც დიდი მიზანი, მაშინ ალბათ ლოგიკურია, რომ ამ დიდი მიზნის ირგვლივ გავერთიანდეთ და დრო არ დავხარჯოთ წვიმანებს. დიდი მადლობა.